მოგესალმებით. ძირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ვნახოთ. რა გიბლოკავთ ენერგიას. გიბლოკავთ ენერგიას. არის მამაკაცის თვალი შემოკარგება. შური, ფიქრი. აქ არ არის მანდა მაინც ამ ადამიანიდან თავად ჯადო და რაღაც არა. ეს არის შეიძლება განაწყენებული ყავთ ვინმე, შეიძლება უბრალოდ ფიქრობს, მაგრამ ეს ცოტა ძლიერი ტიპაჟია, ან მეორე უკიდურესობა. ესეთი ჩაწუწკული ტიპაჟი. ესეთი. კარგით. რა გიბლოკავთ კიდევ ენერგიას? დროზე ვერ მიღებული გადაწყვეტილება, ან შეიძლება ეს არის ბევრ საქმეს ერთად ეჭიდებით, ან ერთს დაიწყებთ, მეორეზე გადადიხართ, მეორეს დაიწყებთ, მესამე რაღაცა. შეიძლება ძალიან მრავალი იდეა, ფიქრი გაქვთ, მაგრამ ეს პირიქით გბლოკავთ. ნახეთ, ან დაუსრულებელი საქმეები, ესეც შეიძლება იყოს, რაღაც წამოწყებული დაუსრულებელი. ამიტომ აქ ეს ვარიანტია, რომ თუ ასეთ პოზიციაში ხართ, ჯობია რომ ჯერ ერთი საქმე დაასრულოთ, გააკეთოთ და შემდეგ გადახვიდეთ ეტაპობრივად. ასეც ბლოკავს აქ ენერგიას კიდევ. აბა კიდევ ნახოთ, რა გიბლოკავთ ენერგიას. შესაძლებელია აქ სწრაფი რაღაც გადაწყვეტილება, ან უბრალოდ დაურწმუნებლობა. აი რაღაცა შეჭვი რომ გეპარებათ, დაუშვათ არ გამოვა, რაღაცა არ იქნება, რაღაც მომენტალური ეჭვი თუნდაც ვინმეზე გაგიჩნდეთ, აი როგორ იცით. ამისგან ახლა მე დავუშვა თვალი ავიღე. ამან ახლა მე რაღაცა აი ესეთი გაფიქრებები და მომენტალურად რომ და თქვენ ვერ იცავთ თავს მაგ დროს. აი ეს უკვე გიბლოკავთ ენერგიას. ხო, დავუშვათ, შეიძლება იფიქროთ ახლა ვინმეზე ესე გაიფიქროთ, ან გაგიჩნდეთ შეგრძნებები რაღაც, ხო? და არ იცით როგორ მოიქცეთ იმ დროს. შინაგანად, რა თქმა უნდა. გარეგნულად შეიძლება არც გეტყობათ. ეს მომენტალურად ნახეთ, თუ რაღაცა გაქვთ გასაკეთებელი, დაუშვათ ძალიან მოკლე ხანში და აი წკიპზე ხართ, უნდა გააკეთოთ, პირიქით გაიწელება დროში, ხო?
ესეთი ვარიანტიც ბლოკავს აქ თქვენს ენერგიას. კიდევ რა გიბლოკავთ ენერგიას? საქმის გადადება მერე ვიზამ, შესაძლებელია ეს უბრალოდ თქვენ მომენტალურად კარგავთ ინტერესს, ანუ მოიფიქრეთ ხო რაღაცას ვიზამ ახლა გავაკეთებ. დაიწყებთ და მერე უცებ ანიღლებით ან მომენტალურად კარგავთ ენერგიას, ან სტუმარი შემოვიდა, ან რაღაცამ გადაგატანინათ თითქოს ეს საქმე, ხო? და მერე უკვე კარგი მერე ვიზამ. შეიძლება ვინმემ დაგირეკათ და მოდი ყავადავლიოდ გითხრათ შეიძლება, ხო არ არის გამორიცხული და იმ დროს რაღაცას აკეთებდით. ეს გადატანა საკითხის შეჩერება სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ყველაფერი ასევე გიჩერებთ ენერგიას. ფაქტიურად აქ იგივე თქვი, რაც დავუშვათ თქვი მეორე ვარიანტში, რომ დაუსრულებელი საქმე ან რაღაც დაიწყეთ და ვეღარ გააგრძელეთ, ხო რაღაც ესე სულ თითქოს ერთი და იგივე სცენარი მეორდება, ოღონ სხვადასხვანაირად. ნახეთ, გადავდივარ სხვა საკითხს და თითქოს კიდევ რა არის და თითქოს ერთნაირი სცენარია რა და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ნახეთ თქვენ 5 საქმეს აკეთებთ ერთდროულად და ვერცერთს ვერ ასრულებთ თუ დაიწყეთ რაღაც ერთი საქმე და ვიღაცამ დაგირეკათ ან რაღაცამ სტუმარი მოვიდა ხელი შეგიშალეთ არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება ენერგია დაკარგეთ რომელიც აქ თქვი ხო საქმე იმაშია რომ თქვენ ეს საქმე ვერ დაასრულეთ, გადაიდვა, შეჩერდით. შეიძლება თქვენ თვითონ, მერე იყოს ჯანდაბას რაღაცა ესე თქვით, ხო? მიალაპარაკეთ. ნახე ფუძე რაღაც ერთი არის, მაგრამ სხვადასხვანაირი ასპექტებით მეორდება, ხო? მაინც რაღაცა ერთნაირი ის აქვს მონახაზი. ამიტომ აქ რა უნდა გააკეთოთ? აქ ჯერ ერთი საქმე როგორც თქვი აიღოთ და დავუშვათ ეს უნდა დავასრულოთ დღეს გადაწყვიტოთ რა თქმა უნდა და თუნდაც როგორი რაღაც იცი მთლიანად თუ ვერ შეძლებთ ეხლა და ენერგიას კარგავთ ან ხალის კარგავთ ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ესე მოდი 15 წუთი რა მოდი 15 წუთი ვიმუშავებ ან 15 წუთი დავუთმობ ამ საკითხს რაღაცას ესეთნაირად შემოიფარგლეთ 5 წუთი 2 წუთიდან დაიწყეთ თუ გნება ვკეცო 2 წუთში რაც მოასწრებთ მაგრამ სიტყვაზე ვთქვათ ხო შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ დავუშვათ ეს დასვენების თემა და დაწოლა კი არ გააკეთოთ ჰაერზე გაისეირნოთ თუნდაც ტყუილად ვისაც ამის საშუალებაც არა გაქვთ სხვათა შორის ვიდეო ნახე და მართლა ესეთი იყო ფსიქოლოგმა ჰაერზე დეპრესიაში ვარ და ჰაერზე სეირნობა დამინიშნაო და ახლა ფსიქოლოგი არ ვარ მაგრამ დაახლოებით ესეთ რჩევებს მეც ვიძლევი ხო და ნახეთ როგორ არის და გარეთ გასვლაო და აჩვენა გარეთ გავიდა სეირნობს და ისეთი გარემო არის ირგვლივ დეპრესია რო არ ქონდეს გაგიჩნდება. ნამდვილად ოღონდ. მაგრამ აქ თქვენ იცით რა გარემოსაც აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა. ამ დროს უბრალოდ უნდა რაღაცა მუსიკა ჩართოთ სასიამოვნოუშნიკებით და უბრალოდ ჰაერის თემა ხო მაინც თავისებურად მოქმედებს ის სუფთა ჰაერი რომ იცოდეთ. რაღაც ან თუნდაც ეზოვისაც გაქვთ მოიწყოთ მაშინ ეზოში ისეთი ადგილი თბილად ციცივია თუ ეხლა კარგი ამინდია არ აქვს მნიშვნელობა ისე მოაწყვეთ რომ თუნდაც ჰამაკივით გააკეთოთ ჩააჯდეთ და რაღაც ცოტა ხანი ეს რელაქსის მომენტი საკუთარ თავს ჩაუტაროთ ხო და შემდეგ მიუბრუნდეთ ისევ ამ საქმეს რატომ გეუბნებით და გააგრძელოთ რაღაც ესეთი შემიძლია აქ რომ გითხრათ ხო თუ ეხლა სხვა ვარიანტები ეხლა მე აქ ცურვა და რამეები არ მიფიქსირდება აქ უბრალოდ
რაღაც უნდა მოიფიქროთ ისე, რომ დავუშვათ დაისვენოთ შემდეგ ხარ გეყოთ ენერგია. 2 საათის მერე ისევ 15 წუთი დაუთმოთ იმ საკითხს, რაც გინდა და იმ დღეს თუ არა 2-3 დღეში, ოღონდ ერთზე გააკეთოთ კონცენტრაცია, ხო? თუ ვინმე შეგეხმიანებათ, ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ესე, რომ იცი, ამ წუთში რო არ მაქვს 1-2 საათში, ხო? არ მიატოვოთ. ვიღაცის გამო არა, იკითხავთ 9 საათის შემდეგ დავშვათ და 9 საათი იმუშავე და შემდეგ იმ ადამიანთან რაღაცა გამოიყენეთ, განტვირთვით. ეს თემა არ გააკეთეთ, რომ აი ახლა ამ წუთში დავაიწყებ და მიატოვოთ, ხო? არ მოგერიდოთ ამის არც დედასთან, არც დასთან, არც ძმასთან, არც მეგობართან. ახლა თუ მართლა რაღაცა ისეთი სასწაული და რაღაცები არ არის, მიხვდებით თქვენ თვითონაც, ხო? გადაუდებელი საქმე თუა, ხო, ეგ სხვა თემაა, ეგ არ დაგბლოკავთ ნამდვილად. ეს არის უბრალოდ შეიძლება ხასიათში მომენტალურად. კარგით, კიდევ რა გიბლოკავთ აქ ენერგიას? სწრაფი შესაძლებელი აქ დავუშვათ თანხა შემოვიდა თქვენთან რამე და ის სწრაფად უკვე გაქრა, ხო? შეიძლება ეს დავუშვათ ახლა ყველა ცდილობს ხელფასი დაერიცხება, ეგრევე დავუშვათ გაისტუმროს ვალი, ბანკის ან რაღაცა. იცით რა არის? 1-2 საათი მაინც გააჩერეთ ანგარიშზე. გაიაზრეთ, რომ ეს თანხა დავუშვათ ნამდვილად გაჩერდა თქვენს ანგარიშზე. ან ხელში თუ გაქვთ, უბრალოდ ცოტა ხანი იმ წუთში ნუ გასცემთ, ხო? და როგორ თქვა, მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ შეიგრძენით ფულის ეგრეგორის ენერგია. ხო, სიხარული მოგიტანა, ეს სიხარული, რომ მადლიერი ხარ, კმაყოფილი ხარ, მადლობა გადაუხადეთ თქვენთვის, რა თქმა უნდა. მოხვედი, გელოდები კიდევ დიდი სიყვარულით, მჭირდებით. ეს ჭირდები სიტყვა ფულის ეგრეგორთან კი არა, ადამიანებთანაც საჭიროა, ჩემო კარგებო, ეს არ არის ის სიტყვა, რამაც უნდა დაგაკომპლექსოთ. ნუ ეხლა მე ხისთავიანებზე და ავიც მე ისეთებზე არა მაქვს ლაპარაკი, ახლა მჭირდები, რომ აუ, ჩემი დედა, ესე რომ მიტყვის, ხო? ესეთ ხალხზე არა მაქვს საუბარი. დაგჭირდით, ხო? ესეთ ხალხზე არა მაქვს კაცო საუბარი. ჭირდები, იცით რა არის? ან დახმარება მინდა, თუნდაც დახმარების თხოვნა. ეს აუცილებელი სიტყვებია, ნახე, თუნდაც მანდამაინც მობოდიშების ფორმაც არ არის აუცილებელი, საჭიროა, მაგრამ ნახეთ, შენ კი მოიხდი ბოდიში, მაგრამ ის ადამიანი როგორ გაიგებს ამ ყველაფერს? ამაზეც უნდა დაფიქრდეთ, ხო? ამიტომ ესენი სულ სხვანაირად უნდა გააკეთოთ, მაგრამ ახლა ამ წუთში მე უფრო მჭირდებიზე მაქვს თემა, ხო? ნახეთ, შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს, კაცო, რა ვიცი მე თუ გიყვართ, სიტყვა საჭიროა, იმიტომ შეიქმნა ეს სიტყვები, კაცო, ნეგატივისთვის კი არ უნდა გამოიყენოთ და უბედურება დააჩხავლოთ თქვენს თავს და აი აფრქვიოთ ნეგატივი, რომელსაც ამას ჩემს გვერდზე აკეთებენ, ესე კომენტარების წაშლას ვერ აუდივარ. ეს წყევლა და თანაც ძალიან მორწმუნე მიამინე ხალხი და რავი მე მოკლედ და ქვეყანას რომ არ აქცევენ და ეს ფრთები უკვე ამოსული რომ ამოსulis ეტაპზე თუ რა ვისაც ამოსulis ეტაპზე აქვს, ხო, იფხანენ, ვიცი, აი თავისი ნეგატივით, ხო? ხური რომ მიაფხანს კედელზე ზურგს ისე. ჩემს გვერდზე მოიფხანენ ამ ნეგატიური კომენტარებით და ზოგიერთი აი პირდაპირ იწყევლება. ვინც ეს გააკეთა, ვინც ის გააკეთა, იქნება უარესი გაქვს ამ დროს გაკეთებული ადამიანო. ეს არის უკვე ნეგატიური ენერგია, რომელსაც თქვენს გარშემო ქმნით და ეს სიტყვები, იმიტომ კი არ არსებობს, რომ ესე გამოიყენოთ, პირიქით გამოიყენეთ. ადამიანს
კაცო, მადლობა გადაიხადეთ, დაუშვათ რომ ვიღაცა გამოჩნდა და ამ ნეგატიურ ენერგიას ვანეიტრალებ, ხო? დაუშვათ წმენდის რაღაცა ვიდეო ჩავდავდები, ვანეიტრალებ ნეგატივს. გამოხდა ვიღაცა და ვინც ეს გააკეთა, ასე დაემართოს, ისე დაემართოს, ის დაემართოს, ეს და თითო არ გითხულობ, როგორც ესეც რაღაცა, ბოლომდე აღარ გითხულობ, რა შვება ეგ ეს არის კატასტროფა, შემომივარდებიან მე პირადში მწერენ. ვინც ის გააკეთა, ვინც ეს ხალხნო. და იცით რა არის აქ ჯადოზე და თუ ცუდად გაქვთ საქმე, მაგაზე კი არ არის, თქვენ თვითონ გაქვთ ეს ენერგეტიკული ველი ირგვლივ შექმნილი და აი როგორ ხართ მე ის მიკვირს. აი როგორ ხართ, როგორ ძლევთ. ამიტომ სიტყვები დაუშვათ მადლიერება ვიღაცამ გამოჩნდა, დაუშვათ გაასუფთავა და თუ რაღაცა ვერ იმეტებთ რომ დაუშვათ რაღაცა თქვათ, კარგი დადებითი არ ვამბობ კაცო რაღაცა თუ არა და საერთოდ არაფერი არ თქვათ. გაიხარე მაინც თქვი რომ ვიღაცას ეს ნეგატივი მოაშორე, ხო? ცოტათი მაინც ბოლომდე თუ არა. აი თუნდაც ადამიანი გიყვარს, მოგწონს, რატომ არ შეიძლება რომ უთხრათ, რომ აი მიყვარხარ სიტყვა. აი ეგ სიტყვა რატომ არის? მე არ ვამბობ აი ზედაპირულად და მიყვარხარ უთხრა და მე წამოხვიდე და ავიცი. ხო ხტებით ახლა მიწასთან გაასწორო. როცა ის ნამდვილად გრძნობა გაქვთ, აფირისტობისკენ არ მოგიწევდებთ ნამდვილად. კარგით, კიდევ რა გიქნით? აქ ხო, აი რას ვამბობდით, აი ფინანსები ან რაღაც ახალი საქმე წამოიწყეთ, თქვა ამაზე ვსაუბრობდი, ხო? ეს რაც შემოვიდა, ჯერ მოეფერეთ ამ ყველაფერს. იმ ადამიანებს თქვენს ირგვლივ რაღაც კარგი გააკეთა, ხო? გაუშვით ის დადებითი ენერგია, მადლიერება, რომ კიდევ უფრო უკეთესი კარგად წამოვიდეს თქვენსკენ წარმატება. აი ის თუნდაც რაღაც საქმე არის, ხო, აი გამოგივიდათ და ამის შემდეგ რა იქნება, ამის შემდეგ რა ვიცი და ვინც ისე არა კაცო, ამის შემდეგ უკეთესად იქნება, აი გაიხსნა რაღაცა, ხო? გამოჩნდა გზა და ქმნით უკვე ამ გზაზე, რა ვიცი მე, ყველაფერი მასკენ უბედურება უკვე ისურვეთ და რა უნდა იქნეს. პირიქით გზა გამოჩნდა, სინათლე გამოჩნდა, რაღაცა დაიწყეთ. თუნდაც ეს თანხა ცოტა შემოვიდა. აი როგორ არის, იცით, შემოაბრუნეთ ეს თქვენ სასიკეთოდ. თუნდაც ის ადამიანი, ვინც თქვენს გვერდით არის, ხო, აქ ვიფიქსირდება. იცით რა არის? ტელეპათიური კავშირის ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს. ეს რას ნიშნავს? თქვენი ენერგია, ფიქრი. ადამიანთან მიდის, გინდა თუ არა ეს ენერგეტიკა. აი შეიძლება რეალურად ადამიანს თქვენ გამოხატავთ თქვენს სიტყვიერად, მაგრამ გულში რო სხვა რაღაცას გრძნობს ის ადამიანი, ესა ტელეპათიური კავშირი, უხილავი კავშირი, ის უხილავი, ასე რომ ვთქვათ, ძაფები არის ადამიანებს შორის, ხო? ვისთან ცოტა ნაკლებად არის, ვისთან ცოტა ზედმეტად არის. ამიტომ შეეცადეთ, რომ ეს დამოკიდებულებაც თუნდაც შეიცვალოთ. იმის მაგივრად, რომ ცუდი ენერგია გაუშვათ, პირიქით, აი გაუშვი სიტყვა თუნდაც გულში თქვი, ხარ შეგიძლია ხმა, მაგრამ აი მიყვარხარ. ძვირფასი ხარ ჩემთვის. გულწრფელად ოღონდ. აუცილებლად ეს, იცი რა, გაბრაზებული ხარ, ესეც თქვით როგორ იცით, რომ იცი რა, კი მე შენ დაუშვათ, ეს მეწყინა. მას თუ ვერ ეუბნებით, საკუთარ თავს გაუმხილეთ ეს და დაელაპარაკეთ შინაგანად ამ ადამიანს. და დავუშვათ გინდათ რომ ეს ყველაფერი დაალაგდეს, იმიტომ რომ ძვირფასია შენთვის. აუცილებლად იგრძნობს ის ადამიანი ხალხნო და მიჯერეთ. არ აქვს მნიშვნელობა აეწყობა თუ არ აეწყობა ურთიერთობა. რა არის, იცით, დაძაბულობა განიმუხტება ავტომატურად ნელ-ნელად. გაიგეთ რისი თქმა მინდა? ეს არ არის მოგონილი რაღაცა, ეს არის ერთგვარი პატარა პრაქტიკა, მოდი ასე დავარქვათ. ამიტომ ესეთი ენერგიები გამოიმუშავეთ, ყველაფერთან დაკავშირებით შეცვალეთ ეს მიდგომები
იმიტომ რომ ეს ასევე გიბლოკავთ თქვენ ენერგიას. არ არის გამორიცხული, აქ ვიღაცა ცოტა გაბრაზდება, ეს ნერვები შეუტყდება და მერე ყველაფერი ავტომატურად რაღაც ფუჭდება, ხო? შეიძლება ეს პირადში იყოს, შეიძლება სოციალური ქსელიდან იყოს, შეიძლება ეს, რა ვიცი, ოჯახის წევრებიდან იყოს და მერე დავუშვათ, შეიძლება არც საქმე გამოუვიდეს, ვერც რაღაცა გააკეთოს და ასე შემდეგ. ესეთნაირად ეს მუშაობს რომ იცოდეთ, ამიტომ ამ რაღაცებს ყურადღება მიაქციეთ ჩემო კარგებო. ხო, მკითხაობ, ეს აღარ მკითხოთ. არ მკითხაობ, მეთქი რამდენჯერმე ვიწვი. თან ეს რომ რეკავს ხარ, რას ემსახურება შენი გვერდი, ნუ რავია, ხო? რომელი მკითხავი თქვენ ამ საკითხებზე მე რაზეც გესაუბრებით დაგელაპარაკებათ, არ დაგელაპარაკებათ. მკითხავის ლექსიკონს გეტყვით ახლა. ესა ქალისგან ნეგატივი გაქვს, კაცისგან ჯადო გაქვს, თვალი გაქვს, ესა რა ქვია, აქ ბურუსია, რაღაცა ესა შავი ენერგეტიკა არის, ეს არის მკითხავის ლექსიკონი. ჩემ შორის და მაგ მკითხავის შორის გამოძრავეთ ცოტა ჭანჭიკები კაცო, ამოძრავეთ ფილტვები, ღრმად ისუნთქეთ და დაინახეთ ვინ არის. კარგი, კიდევ რა გიბლოკავთ აქ ენერგიას, რა ხდება თქვენთან? მე უკვე აქ თითქოს ვიღაცასთან ეს ერთი, რა ვიცი, მონაკვეთი ამოიწურა, ხო? ეხლა ყველასთან სხვადასხვა იქნება, მაგრამ მთელი მდეს ხომ არ ჩამოუყვებით, როცა არა იტვირთება შემდეგ. ვევტვირთავ ამ დიდ ვიდეოებს რამდენჯერ დამჭა. ისეთ კარგი საკითხები მაქვს განხილული და რომ ვეღარ ვტვირთავ მე რა. აქ პირიქით ნახეთ, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მე ასე გეტყოდით რა პოზიციაში გადადიხართ, უკვე ეს არის თქვენი, აი, საკუთარი რესურსის, თავის დაცვა, კმაყოფილებაში, ნეიტრალურში უნდა დაიკავოთ საკუთარი თავი. უნდა რა იეროგლიფებს ხედავ აქ. სულ თვალში მეჩხერება. ეს უნდა გამოვიცი. და შემდეგ როგორ არის იცით? კმაყოფილებაში, სიძლიერეში, განახლებაში, სწორი მიმართულება. უკვე სწორი მიმართულებაზე დგებით, გაიგეთ? ასე დამიფიქსირდა კაცო, მე კი არ ვიგონებ ამას. და შემდეგ როგორ აიქნება? რა თქმა უნდა, გაცლიერება, განკურნების თემა, დედა ხო ვერ დავალაგე ეს არკანები რა, არეულია რა, არ მეყვარს ეს ტაროს რეალებს. არა და იმიტომ შევცვალე, რომ ხომ ვიცი აქ ისეთებიც ხარ, სულ ერთი და იგივე რატო გიჭირავს ხელში? ნუ რა ვიცი რატომ იჭირავს რა. მიყვარს და იმიტომ. კი ბატონო, წინსვლა და ეს უკვე ძალიან მაგარი იყო. ქსების გახსნა, ჩემო კარგებო, 4-ვე კუთხით უკვე თქვენს მფლობელობაშია მთელი დედამიწა სამყარო გამოსვლა კრიზისი და რა თქმა უნდა. თუნდაც საქმის მოგვარება, თანხების დაგროვება, რაღაც ნაყოფიერებაში გადასვლა უკვე გიფიქსირდებათ, გამიგეთ? ამიტომ აქ ეს რესურსი, რაც თქვენ გითხარით რჩევის სახით, გაითვალისწინეთ, მთლიანად მოხდება თქვენი ცვლილება. ეს ტრანსფორმაცია არ არის, ეს თქვენ უკვე გავლილი გაქვთ, რაღაც კუდები არის თითქოს დარჩენილი, რომელიც ცოტა მოსაგვარებელი არის, ხო? რაღაც პროცენტულობით შეიძლება ესედაც იყოს. ამიტომ ეგ საკითხები განიხილეთ, მოაგვარეთ და აქ ძალიან დიდი წარმატება, ჩემო კარგებო. თქვენს ხელში აი სიძლიერე, საიდაც პირს გაიბრუნებს, რა ვიცი, გახსნილი გზები, განახლება, სწორი მიმართულება, სულ წინსვლა და მეგობრების შეძენა, კი ბატონო, ამას ნიშნავს.
თანხის დაგროვება ამასაც ნიშნავს აქ. შეიძლება სამსახურში რაღაცა უფრო მეტი კოლეგიალურობა, აი ესეთი რაღაცები გიფიქსირდებათ. შეიძლება აი ხალხთან მეტი კომუნიკაცია, მაგრამ გაცნობა, სულ ახალი ეტაპებზე გადადიხართ ესეთზე. ვფიქრობ, რომ დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია ეს ინფორმაცია გამიგებდებათ. ვისურვებთ წარმატებებს, დაგემშვიდობებით დროებით.